მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. რამდენიმე დღეა ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მძაფრის სუნი დგას. ქალაქი თითქოს ნიცლშია გახვეული. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ კვამლია, რომელიც ღია ცეცხლზე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენების უკანონო დაწვამ გამოიწვია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები აქტიურად წერენ, რომ ჰაერი გაჯერებულია კვამლით, რაც განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებს. დაუკავშირდით ახალციხის მერიას კითხვით, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მუნიციპალიტეტში წვავდნენ ეგრეთ წოდებულ საშემოდგომო ნარჩენებს, რომლის დაწვაც ნარჩენების მართვის კოდექსის 35 მუხლის მიხედვით აკრძალულია და როგორია მათი ზედამხედველობის სამსახურის რეაგირება. უწყებიდან პასუხის მიღებას ველოდებოდით მთელი დღის განმავლობაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 17 საათის მონაცემებით ახალციხეში ჰაერში მყარი ნარჩენების კონცენტრაცია მკვეთრად აღემატება დასაშვებ ზღვარს. რა იწვევს ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდას. გარემოს დაცვითი საკითხების სპეციალისტის ნინო ჩხობაძის თქმით, მყარი ნაწილაკების ზრდა გამოწვეულია გამონაბოლ ქვით და სხვადასხვა ნარჩენების წვით, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული საშემოდგომო ნარჩენებით. ეს არის მყარი ნაწილაკების რაოდენობა, რომელიც იფანტება ატმოსფერულ ჰაერში და შესაბამისად დიდი რაოდენობით არის. ეს ამ დროს არის ნისლის მაგვარი რაღაცეები, როცა მომატებულია. და ეს არის ძალიან ბევრ შემთხვევაში წვით გამოწვეული შედეგია რა, რეალურად იმით, რომ გამონაბოლ ქვის ნაწილი თვითონ მანქანებიდან გამომდინარე და ამის გარდა, რა თქმა უნდა, ბუნებაში თუ მიდის ინტენსიური წყვა რაღაცების, ესეც იწვევს გაზდას. განსაკუთრებით შემოდგომის პირას, როცა დაწვა მიდის რაღაცების ჰაერში. რას იწვევს ეს? ეს იწვევს ალერგიულ დაავადებებს ძალიან ბევრ შემთხვევაში, სუნთქვა უჭირთ ხალხს, იმიტომ რომ პრობლემატურია და ძალიან ბევრ შემთხვევაში, მაგალითად თბილისისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ განიავება ქალაქის საერთოდ არ ხდება, რეალურად პრობლემები აქვს. ქალაქს დიდი მაღალსართულიანი მშენებლობების შედეგად და ეს იწვევს, ასე ვთქვათ, თბილისი ქვაბულია ისედაც ამის მომატებას. ესეთივე სიტუაცია გვაქვს თითქმის რუსთავშიც მე რამდენიც ხვდები მომატებული, ახალციხეშიც მომატებული იქნება, იმიტომ რომ სადაც ტრანსპორტის რაოდენობა ძალიან იზრდება და რაოდენობრივად უცებ მოიმატებს ხოლმე, ყველგან იქნება PM-ი მომატებული. ნინო ჩხობაძე მოსახლეობას მოუწოდებს ფოთლებისა და სხვა ნარჩენების დაწვის ნაცვლად კომპოსტი მოამზადონ, რომელსაც გამოიყენებენ საკარმიდამო მიწის ნაკვეთისთვის სასუქის მიზნად. მწვანე ნარჩენები, ტოტები, ფოთლები და ასე შემდეგ, რომელიც კომპოსტირებისთვის, მულჩირებისთვის და ასე შემდეგ ძალიან კარგი ნედლეულია ზოგადად და ამის გამოყენება ქალაქებს შეუძლიათ დამატებითი ესეთი ჭირდებათ კომპოსტი ზოგადად და კომპოსტი მოსახლეობაშიც არა გვაქვს ეს ტრადიციები დანერგილი, რომ შეაგროვონ და კი არა დაწვან, არამედ შეაგროვონ და რამდენიმე თვეში ექნებათ, ასე ვთქვათ, იგივე საკვები ნივთიერებები თავისი საკარმიდამო ნაკვეთებისთვის რა, იმიტომ იქ მეტნაკლებად სუფთაა. ქალაქებში შეგროვებული და მომზადებული კომპოსტი ეჭვი იყო ყოველთვის, რომ ფოთლები კარგ აკუმულაციას აკეთებენ დაბინძურების და ზოგადად ამით იფილტრება ატმოსფერო. და ზოგ შემთხვევაში არის საფრთხერო ქიმიური ნივთიერებებით შეიძლება მოხდეს გადასვლა, ესე ვთქვათ, კომპოსტში, მაგრამ ეს არ არის იმდენად დიდი და ეს არ არის იმდენად პრობლემატური და ქალაქის არა, ესე ვთქვათ, პროდუქტის დამზადებისთვის ესეთ კომპოსტი გამოსადეგია ნამდვილად და შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ეს არ დადასტურდა, რომ ამით შეიძლება დაბინძურდეს გარემო. პირიქით, ძალიან კარგი საშუალება, მაგრამ აი წვა ნამდვილად არის დაბინძურების მატარებელი და სერიოზული მატარებელი.
ბაკურიანის განვითარების სააგენტო და ბორჯომის მერია წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის მომსახურეობის მიზნით შესყიდვებს აფორმებდა კრისტალ ჯგუფის კომპლექსში შემავალ კომპანიიდან შეპესე ჰოტელ მენეჯმენტ გრუპთან. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომია. კომპანია საჯარო რეესტრის 2025 წლის 17 მარტის ამონაწერის მიხედვით 2010 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი აწ უკვე დაკავებული ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანია. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვა შევისწავლეთ. ბორჯომის მერია და მისისიპი ბაკურიანის განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ყიდულობდნენ მომსახურეობას სასტუმროდან, რომელიც პროკურატურის მტკიცებით თვითნებურად და ნებართვის გარეშე იყო აშენებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ბოლო თანამშრომლობა მათ შორის რამდენიმე თვის წინ აგვისტოში შედგა. ოფიციალური ინფორმაციით 2025 წლის 19 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში სააგენტომ ზემოთ ხსენებულ სასტუმროსთან გააფორმა გამარტივებული შესყიდვა 308 ლარზე, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლეს. კიდევ ერთი შესყიდვის მიხედვით სააგენტომ სტეფანიანის კომპანიიდან 2022-23 წლებში კვებისა და სასტუმროში სტუმრების განთავსების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა და ჯამში პროკურატურის მტკიცებით უნებართვოდ აშენებულ სასტუმროს 5000 ლარი გადაუხადა. ბორჯომის მერიამ 2023 წლის 29 მარტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპს მიღებისა და ოფიციალური სადილის სანაცვლოდ 4400-მდე ლარი გადაუხადა. გარდა ამისა, ბორჯომის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2017 წელს 700-მდე ლარზე, 2014 წელს 250-მდე ლარზე და 2014 წელს 2800-მდე ლარზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვების სასტუმროში განთავსებას და კვებით უზრუნველყოფას ეხებოდა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხოლმე